ამოღებული. იმდენად ყველა შოუზე დღეს მე არა მე უყურებდი და რამოდენიმეჯერ 100-ჯერ, 150 ჯერ ამოვიღეთ, ჩავდეთ. გატესტილია რა ერთ სიტყვით. ხო არა ძალიან მაგარი. ირისიგზე რამდენია? აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად იდეა. 60 სანტიმეტრი იქნება. თვალი ზომით რო უყურებ, აი ესეთი რაღაცაა რა. აი რა ვიცი, მეგობრებო, ხელში ისეთი მსუბუქია, გეგონება, აი საწერი კალამი გიჭირასო, ვერ წარმოიდგენო ესეთი რაღაცა შეიძლება იყოს. კიდე თუ გეგმავთ, ესეთის გაკეთებას. დიახ. ეს ისეთი რაღაცაა, თქვა და გავასხვისე. იმ დღესვე მინდა, არ ვიცი, რთული არის ძალიან. აი ამის თავის მობმა თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ისეთ რეჟიმში ვარ, რომ უკვე ბევრი დაკვეთები მაქვს და ამისთვის დრო რო გამოვნახო, მაგრამ ისეთი ნივთია, რომ რატომაც არა, რაც მეც გავაკეთებ, მით უკეთესი. მაგრამ ზუსტად ამისთანაც არ გავაკეთებ. თუ გავაკეთებ, მაგრამ იდეა იგივე იქნება, ხო? ფოლადი იგივე, ხო? ძალიან ეს არის. სასწაული ნივთია ეს არის. აქ აწერია 2 მმ-ი. ამბობენ კიდევაც რომ ასასინებსაც აქ უნდათო, მაგრამ მონი უფრო ქართველებს აქვს ჭირდებოდა. თიმოთე მტერი გვეხვია თავზე, რომ მაგრამ იცი როგორი რამეა? თუ რა რატო არ შემორჩა? მაშინაც იშვიათობა იყო. მე-19 საუკუნის არის ეს ორიგინალი, მაგრამ ძველი ორიგინალია? არა, ის არ შემორჩა. შეიძლება გაჭირებული ქვეყანა ვიყავით და შეიძლება შემოვიდნენ, გაიტანეს, იყიდეს. თუმცა ესეთი ილექნება ან მუზეუმებში, ან იქა. ეხლა ამ მუზეუმში მე არ მინახე ესეთი. ეს მინახია სურათებში ერთი თქვენი გაკეთებული ვნახე, ეს აი მართლა რასაც ხელი კვეთა. აი ესე მინახია რომ არსებობდა რაღაცა, ოღონდ თვითონ ხმალი იყო, ეს იყო გაჭრილი. და შემოიტყა წელზე და ჩასვა იმაში, კბილში. ის ხვანერი. რომელ ქვეყანას ეხება? ქართველებს არ ხონდათ ეს? ქართველებს ხონდა. სხვა ქვეყნებსაც ხონდა, ინდოელებს აქვთ, ჩინელებს აქვთ, არაბებს ამობენ ხონდათ. მაგრამ არ მინახია, ინდური მინახავს, ინდური ხმალი. ქართული მარტო იმ ბელგიელებს აქვს. ხო, სწორია რა. სწორია, კი. ძალიან მაგარია რა და თავი მეგობრებო, აი ესეთი ოსტატები ყავს და ადრეცა ყავდა, ვისი შთაგონებითაც ეს ხმალი შეიქმნა. რამე ქვია სახელი? ლაღი. ლაღი. აი ესეთი ლაღი